ბედნიერება დაზუსტებაშია. ბიზნესის, ბრენდის, საქმის, პირადი ცხოვრების თუ სხვა ურთიერთობების მართვა და ზოგადად მენეჯმენტი დგას ერთგვარ პერსონალურ ძალაუფლებაზე. სიზუსტის დაკარგვა უდრის ძალაუფლების დაკარგვას. გამარჯობა, მე ვარ გრიგოლ მურალიშვილი, ცოდნის მენეჯმენტის პლატფორმის დამფუძნებელი და მოდით ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვანზე. სად იკარგება სიზუსტე და მასთან ერთად სად იკარგება ბედნიერება. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენ ცხოვრობთ მიზეზ შედეგობრივ სამყაროში. ანუ ყოველ კონკრეტულ შედეგს მისი კონკრეტული მიზეზი გააჩნია. მოდით ჩამოვაყალიბოთ მიზეზ შედეგობრივი ჯაჭვის იერარქია. ამას ასევე შესაძლებელია ეწოდოს ლოგიკური დონეების პირამიდა. ლოგიკური დონეების იმიტომ, რომ ერთი საკითხი მეორედან გამომდინარეობს. დავიწყოთ შედეგით. შედეგი, ანუ ეფექტი, რეზულტატი. მე ამ ცნებებს ასევე აი ამ სიმბოლოს ქვეშ მოვათავსებთ. მაინც იყოს ყოველი შემთხვევისთვის. რას ვაკეთებთ ჩვენ შედეგის დადგომამდე? შედეგის დადგომამდე ჩვენ ვმოქმედებთ. მოქმედებამდე ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს მომავალ მოქმედებებს. გეგმამდე არის სტრატეგია. სტრატეგიამდე არის მიზანი. მიზნამდე არის ხედვა. ხედვამდე არის ღირებულებები. ღირებულებებამდე არის პროექტი. მისია ძირითადი ბირთვი. ვიდრე აქამდე მივალთ, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები ისახავენ მიზნებს და ან ვერ აღწევენ მათ, ან და ეს მიღწევა და წარმატება არ ანიჭებთ მათ ნამდვილ სიხარულს, ბედნიერებას, კმაყოფილებას და წარმატების განცდას. ან და ეს ყველაფერი იმდენად უღიმღამოდ ჩაივლის ხოლმე მათ ცხოვრებაში, იმ შრომასთან შედარებით, რაც ამ მიზნის მიღწევაში იხარჯება, რომ ადამიანები უბრუნდებიან უიმედობას, სევდას, დესტრუქციას და უთანხმოებას საკუთარ თავთან. საქმე ის არის, რომ ამ იერარქიული ჯაჭვიდან ვერც ერთ სიტყვას ვერც ამოიღებ და ვერც იერარქიულ წყობას გადაანაცვლებ. და გამომდინარე იქიდან, რომ უმეტესწილად ადამიანები ცხოვრებაში შექმნილი ვითარების და გარემოებების მიხედვით ან გამოუვალ სიტუაციაში ისახავენ მიზნებს, ამიტომ ისინი იძულებულები ხდებიან, რომ საკუთარი ოცნებები, ღირებულებები და ცხოვრებისეული დანიშნულებაც კი ასე იძულებით დასახულ მიზნებს მოარგონ. სწორედ ეს მომენტი იწვევს ამ იერარქიული ჯაჭვის დარღვევას და ასეთი აღრევის შედეგად სუბიექტი საკუთარ თავში ქმნის პოტენციალის გამრუდებულ ღერძს, რომელიც არ შეესაბამება რეალობას, არ შეესაბამება მის პერსონალურ ძალას, ანუ მისიას, პროექტს, ცხოვრებისეულ დანიშნულებას. ამ შეუსაბამობის გამო ადამიანები ცხოვრებაში ხშირად ნებდებიან. სინამდვილეში აქ და ახლა საკითხი დგას ასე. მისია, პროექტი, ღირებულებები, ხედვა, მიზანი, სტრატეგია, გეგმა, მოქმედება, შედეგი. მიაქციეთ ყურადღება, ჯერ არის ღირებულებები, შემდეგ არის ხედვა და მხოლოდ ამის შემდეგ არის მიზანი თუ მოქმედება. და რა არის ხედვა? ხედვა არის დეტალიზებული ოცნებები. ანუ ოცნების დეტალიზაცია იწვევს ხედვის ჩამოყალიბებას.
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ შენს რეალურ მიზნებს უნდა ახორციელებდე და შენს რეალურ ნაბიჯებს უნდა დგამდე შენს ოცნებაში. აბა სხვა რა არის ბედნიერება? უნდა რეალიზდე შენს დეტალიზებულ ოცნებაში და ხედვაში, მაგრამ ღირებულებების მიხედვით ჩამოყალიბებულ ოცნებაში და არა პირიქით. სადაც ეს იერარქიული სიზუსტე არ არის დაცული, იქ თქვენ ვერ გასწავლიან რეალურად სასარგებლო მიზნების მიღწევას. ერთია ამ ყველაფრის ჩამოთვლა და მეორე არის იმის პრაქტიკული ცოდნა თუ როგორ განახორციელო ეს რეალობაში. არ არის საჭირო რომ ადამიანმა ყველაფერი იცოდეს ამ ცხოვრებაში. ბედნიერება ყველაფრის ცოდნაში კი არ არის. ბედნიერება, როდესაც ზუსტად იცი თუ რა გჭირდება გამარჯვებისთვის. არადა პასუხები ყოველთვის ერთი დონით მაღლა იმყოფება. შემოგვიერთდი, ჩვენი მიზანია შენი გაძლიერება.